სალამ კალამი გამარჯობა. მეგობრებო, გავუშვით თუ შეიძლება აი ეს რადიო თავისუფლების რაღაცა დებილობა გავუშვით. რადიო სვაბოდა. აშშ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ქართული ოცნების მთავრობის მეთაურს ესაუბრა. თუმცა ნიუსში ამათა უწერიათ რომ დღეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ანუ ნიუსში უწერიათ სიმართლე. ნიუსში არ უწერიათ ეგ პირდაპირ თარგმანი არის სახლებს როგორც უწევს. და შესაბამისად ჭყალებშია ჩასმული. მე ამათ შევადგინე დედა ამის გამო და ტაკი მასხარებია სწორედ თუ ტაკი მასხრები. მასხარები ალბათ. ტაკი მასხარები, ხო? შენ შეაგინე, მე სიძვის დიაცები ვეძახე. ხო, მე დედა შევაგინე. შერაკენი. მე დაგეთანხმეთ ორივეს. ხო, ანუ უკვე სასაცილოც აღარ არის ეს არის მონობის ყველაზე დიდი მასშტაბი, რომელიც ესე მარტივად შეგიძლია დააკვირდე, იღადაო, მოდევილები რა. მოსაკითხია კონგრესი რაში ხარჯავს აი ამ ტაკი მასხრობაში? ხო, კონგრესი აღარ აფინანსებს. ევროპა რაში ხარჯავს? ევროპის რედაქცია აფინანსებს. სიგარია. კი ბატონო. თორე ტრამპმა ხო დაუკეტა. ანუ რუბიომ დაურეკა და ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე. და განსაკუთრებული არაფერი არ არის, როცა ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი მეორე ქვეყნის ხელმძღვანელს урეკავს. ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი урეკავს ჩვენს პრემიერს. რადიო სვაბოდა ხო აწყობილი არის თავიდან ბოლომდე აი ამერიკული ესტაბლიშმენტი და ამერიკული ჰიმნზე ლოცვა და ამბავი. ამერიკული სახლდეპის ოფიციალურ საიტზე, ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არ so-called საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არ ჯორჯიან პრაიმ მინისტერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ესენი ბიჭო მაინც სულიან. და მე ნახე გამოხმაურებები. და როგორია იცი, ბაბლო, არატეხოთ პანიკა, გაჩერდით ყველაფერი კარგად არის. ანუ რა ცოტა უნდა აი ამ იდიოტების რაღაცა სამყაროს ჭარბი რეალობის ჩამოშლას. მე ვნახე ხატია დეკანოიზის სტატუსი, რომელიც წერდა, რომ ამ თემის ტირაჟირებას ხელი არ შეუწყოთო, იმიტომ რომ რუბიომ რო დაურეკავ ისეთი ცივი ტონის განცხადება იკითხებოდაო სახლდეპის განცხადებაშიო რომ დასატუქსად დარეკაო რუბიომო და ჩვენ ხელი არ შეუწყოთო ამის გავრცელებას. ეგ ალბათ თუ დასატუქსად დადეკა და თუ ცუდი ამბავი პირიქით ხელი ხო უნდა შეუწყო ნაბატო დეკანოიძე. დეკანოიძე მან არის ნაცებს აქვთ სპეციალური დეპარტამენტის ტრიქონებს შორის მკითხველთა კომისია და დეპარტამენტი რომლებიც ლევან ბერძენიშვილის თამადობით რომლებიც ხო თუ რაც არ არის დაფარული, იმასაც გამოაშკარო. ეს არის დეტექტიურ რომანტიკული საზოგადოება, ანალიტიკა, დეტექტიურ რომანტიკული ტრიქონებს შორის მკითხველთა ფეხბურთის თემა, რომელსაც ჩემ მეგობარი ბაჩო წარადგენს, იმიტომ რომ მე სამწუხაროდ ცნობილი ფეხბურთელი და ფეხბურთთან მიახლოებული. ფეხბურთთან მიახლოებული. ფეხბურთელი და მიახლოებული ადამიანი. გავუშვით თუ შეიძლება. ხო, ჩეოდიშა. მოგესწრებათ ჩვენმა ნაკრებმა, ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ლიეტუა, რაც აღმოჩნდა მეასე საიუბილეო გამარჯვება ჩვენი ნაკრებისთვის და აი ამ გამარჯვების პოსტერით გამოეხმაურა სეიტანტაკი მოგესწრებათ ასპორტული არხი არის. ნუ ხედავთ ხო, ანუ არიან ბევრი დამსახურებული ქართულ ფეხბურთის სახეები, უბრალოდ აქ ბევრი დანაკლისი არის. მაგალითად არ არის კახა კალაძე. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. მაგალითად არ არის პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი. აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ყობი არის? ყობი არის კუთხეში როგორღაც გაიქცა. ყობი ესე იგი. მაგალითად არ არის შენ ნახსენები საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი წარსულში მანჩესტერ სიტის სველი მიხეილ ყაველაშვილი. არ არის ყაველაშვილი. არ არის ხიზანიშვილი. ანუ ყველა ვინც დარასელი არის. ვინც ქართულ ოცნებასთან არა კაცო, ეს არის თანამედროვე ნაკრები. როგორ არის კაცო? დამოუკიდებლობის პერიოდიდან ნაკრები არის. ყიფიანი. იმიტომ რომ პირველი მწვრთნელი იყო ნაკრების. ვინც კი დამოუკიდებელ საქართველოში ნაკრებთან შემხებლობაში იყო ის ხალხია. გავიგე. მაგით არის მარტო ჩივიძე და ყიფიანი ძველი თაობიდან. შალო ბორის კალაძე ეძებდა. კალაძე არ ჩასვლა. საქართველოს ნაკრების დიდი დებილობა 30 წელი. ეს კი ვიცი ფეხბურთთან ასე ნუ აქ კიდე ბევრი ვიღაცა კლია რასაკვირველია, მაგრამ ის რო ანუ ხოცალსახარ კინკლაძე არის, ხო? ალბათ. რა ნიშნით არ არიან ჩასმულები ხოცალსახარ? არა, კინკლაძე რო არ ყოფილიყო, უკვე მაგრამ აქ თემა არის მე ველოდებოდი ბოლოს რომ მეთქი აი კალაძე უნდა ყოფილიყო. სადღაც ვეძებდი რომ მეთქი აი სააკაშვილის პენალტის ფოტოც ხო არ არის თქო რა ჩასმული რომ აი და რა ნიშნით და ალბათ ქართულ ოცნებასთან ხო რა აფილირებული. თქმა უნდა.
როგორ არ უნდა მოხდეს. არ უნდა მოხდეს, ხო? გამარჯვების პოსტერზე პოზიტივი როგორ მაგრამ წავიდესო მაშინ მე ამათ ბოდიში არველაძეები არიან. მე ამათ ადგილზე ბევრად რადიკალური ვიქნებოდი და ევროპის ჩემპიონატზე რომ ნაკრები გავიდი იმ შემადგენლობასაც, ვინც მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და იმასაც ამოვაყენე. მათ შორის თითქმის გამოდის რამდენი კაცი. კაიკუშია. მოიცა ხა ერთი წამი უნდა ჩავხედო. თელი განაცხადი რომ ეხლა ერთი წამი უნდა ჩავხედო. მე მგონი ქართულ ოცნების კლიპში ვინც იყვნენ ისინიც არ აყავთ. არა, იქნებენ კიტე არა, კიტე არა. ჩვენ ხელნო ვნახო კიტე არის. იმიტომ კიტე კიტე კაი, კიტე არის. კიტე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არის. საყრდენი არის. განმაგძოთ. ის არის ნაკრების პირდაპირ უშოვდა გათამაშობდა საყრდენი. ხერხემალი. ვახ. განმაგძოთ სახელი და ვარი დამაუწყდა. თემურ ალასანია გავუშვით რატუში. ის არის თქო უნდა მეკითხათ. ეს არის ვართ ამ ქვეყანაზე იმისთვის რომ მოვყოთ ჩვენი სიტყვა, ჩვენი ისტორია. და თუ ჩვენ არ შევხედავთ ამ ტკივილებს, თუ არ შევხედავთ იმ ავანტყოფობებს, როგორც კიდე დაუძახეთ, რომელიც ეს აქვს, მაშინ ჩვენ სცენისგან ვერასდროს ვერ განვიხილავთ. იმიტომ რომ პირველი გამპურმა იწყება, კატარსისი იწყება იმით რომ ვაღიაროთ რაფშერს. რა არის პრობლემა? თუ შეიძლება ერთი წუთი აქ შეცდომა დაშვებული დიდი ბოდიში საზრაბოდ მოგონდეთ ის ფრაგმენტი ეს ადამიანი ალბათ ეს კაკაბეჭი ლაპარაკობს თავს იმართლებს მის საზარელ სიტყვებზე როცა ჩვენ გვაგინა ყველასთან ის სიტყვები მასზე გვიდევს რა ქვია ჩვენ სოციალში გვიდევს ის სიტყვები გვიდევს ეგრე ამოჭრილი მაგრამ მიშას ფარული ჩანაწერი თუ რაც არის ის სასწრაფოდ მომეცი რაზე იმართლებს აი ყველამ რო ვიცი ძეპირა და ყველამ რო ვაგინეთ დედა მაგის გამო თელმა ერმა რო დედა აგინა ეგ სიტყვები გაუშვათ ანუ ტიპი რაშვება იცი არა ეს კაცი არა მან მნიშვნელოვანია მიშა რო ეთახო ყოველთვის ეგრე იყო არა ეს ამბობს რომ ვითომ სანამ თავზე არ იმას იზაო მანამდე თქვა უდიდესმა პოეტმა წერეთელმა ხო მე ესე ვახსოვს კი ბატონო აკაკ წერეთელმა თქვა მეგონა ეს არ მახსოვს შესაძლოა მე აკაკ წერეთელი ვახსოვს ვერც უარყოფ ვერც დავადასტურა ფურთკის ღირსი ხარ შენ საქართველო შეიძლება ვცდები და თავი მოვიჭრა ხვალ მაგრამ ეგრე მახსოვს მე აბა ნახეთ კარგად დააფაქტ ჩეკე ილია ჭავჭავაძეს ეგ არ უთქვია ნებისმიერ შემთხვევაში ისეთ დონის ფიგურებზე მაქვს ლაპარაკი რომ აი მაგას ქონდა უფლება რომ ესე თქვა ეს ვინ არის თო ეს რა არის სტრულიაში და სტრული აი ბიჭო partial ocean view და რომ ძალზე და იმაზე რომ შვილიშვილზე რომ ბაზრობს რომ სახლი არ დამილაგესო მაიამიშიო რომ მოვიდნენო სტუმრად მაგრამ აქ თავარი ჩემს არის ის რომ ამდენ წლის შემდეგ რაც ის ავანტყოფიერის ჩანაწერი კვლავ დაადასტურა რომ იგივე აზრზე არის რომ ეს არის ავანტყოფიერი გავუშვით ბაშრამაც ჯერს უწევს ეგენია აი ბიზნესები ჩვენი ექვები ეგეთი არის თავიდან აი ეს სილებს როგორიათ რომ ამათთან რაღაც დილს მია არა ეს არის ავანტყოფიერია რა ეს არის ამათ სანამ არ დააჯვალ თავზე და სანამ დედას არ მოუთხნავ ვერ იღებენ ვერა ეგრე იყო ფაქტია მადლობთ გაგზელება რატო გააჩერე? არ იყო ამ თემაზე მე მგონი. არა, გაგზელებ. გავაგზელო, კი ბატონო, ეს ის გავუშვით. ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაზე გავაშვით. დამოთხარ მე ქართველების. აჰა, ქართველების დამოთხარ. დიდი ბოდიში, კაცრავად. მე ეთქვა ქვეცნობიერად არ მინდოდა. შენი დედა, შენი ძალად ფილოსოფოსი. არა, ეხა უყურე, ეხა გაბრაზდი. და რაღაცა თქვის რომ ჩვენი ერის სული უნდა გვაშდეს რომ სიმართლე უნდა უთხრათ ხალხს შენი სიმართლე და შენი ტყუილი კიდე რა ბანძი კაი გავუშვათ აბა ეხლა კიდე რა აგების აგენტი რომელიც მე გადაპორტირდა გახდა სხვა ქვეყნის ბაია პატარაია აი აგრეთვე აგენტი უმცროსი შვილებს 12 წელი შეუსრულდათ ახლა სულ რაღაცა ხო გუშ 2 დღის წინ აქამდე საერთოდ 11 წელს იყვნენ ეს ბავშვები ეს ცოტა მიშას იმას არ გავს. ხუბებია? ხო, არა. მოიცა 12 წელი თუ შევს მანამდე 11-ის იყვნენ? ხო და არ გავს იმას. შენ ამდენი ხარ 4. ბიჭო, მე მგონი ეს სერიოზული ფილოსოფიური დილემაა. რაღაცა თქვა მაგარი მიშა დებილო. გური რა გეხვეწები რა? რამდენი წლის ხარ? ახარ მახსოვს. 95-ის. რომელ წლიანი ხარ ეგრე თუ გახსოვს? 90. 95-ის ვარ. ანუ შენ სექტემბერში ჯერ კიდე 34-ის იყავი? ბიჭო, კი. შალვა, სასწაული თუ გინდა. მე ეს არ ვიცოდი.
მოდი ახლა ჩვენ ვერც წარმოვიდგენდი ამაში 35-მდე 34-ზე. კი. ახლა კაი კარდებს უშვებთ, ესეც გავუშვით. შენ მანამდე უნდა გენახო. გავუშვით. წავიდე. 2-3-იანი. წავიდე. მიშამ გუშინ გონება დაკარგა საკანში. დაცემისას მიიღო თავის და კიდურების დაზიანება. თავის და კიდურების დაზიანება ერთდროულად როგორ მიიღო? ანუ როგორ მოწყდა? დასჭირდა ესე დაიწყო. დიდი მადლობა. დაიწყო ახალი სერიალი? ბიჭო, ერთი წამი მარწარაში მოწმებინა რა რეანიმაცია სწორად უწერია. რეანიმაცია ხო არ არის? რეანიმაციური, ნუ სწორად. ამის ედით ისტორია შესამოწმებელი ამ პოსტის. ხო და ჰა? არის იწყება ახალი სეზონი. მე რა მაინტერესებს? თავი და კიდურები ერთად როგორ დაარტყა? რამშობა გიწყება მიშა სიკვდილიანობის ახალი სეზონი. თავი და კიდურები, ანუ კიდურებით ეცებრო, თავი დაიზრიო. თუ ახალ სერიალს თუ ეძებდი რამეს ძმაო დაიჭირე. აგერ ნანუ მევასებასე. სუეჟად შებერავს მიშა ახალ სეზონს თავისი გარდაცვალების ქრონიკის. აი მე ჩემ ფავორიტი აი კულმინაციური ეტაპი არის ხოლმე მიშა რო ხრწნის პროცესამდე მიდის და მე დაძლევს თავის თავს მოერევა. აი ბარონ მიუნჰაუზენის თემაა რა, თავის თავს რო ამოათრევს მე ორმოდან რა თმებით. და რაღაც აი დაახლოებით ეგ პერიოდი გვიწევს. შენ მეგობრებო ყავს ისეთი ცნობილი მიშამ დაამარცხა ყველა როგორც არის კეთი დევდარია. სერიოზული. მიზანთროპი. მე ძალიან ვიზიანდები, როცა ვინმე ამათგან ითხოვს ან ელოდება რა ვქნა, ბოდიში შენთან, შენც თუ ელოდებოდი, მაგრამ ამათგან სახელმწიფოებრიობას, ადამიანობას, სულგრძელობას, კულტურულობას, დილობას და სუეჟი ჩაის დილოაცია. IQ-ს მაჩურის. ხო, რო ითხოვენ, აი უკვე IQ-სო თუ IQ-ს. ნუ ითხოვთ. ეს იგივეა, ახლა რაღაცა შახში მივიდა და ჩემ ძაღლს თხოვო, რომ რატომ არ რეჟიმი რო გვისაზღვრავს რომანი ლაშა ბუღაძის. თორე მანამდე ყველა რომანი წაკითხული აქვს. ლაშა ბუღაძის. ლაშა ბუღაძის ყველა რომანი წაკითხული. ბოლოსინა ძალიან მოეწონა. აი ბოლო ვერ წაიკითხა. მე რას ვერ ხვდები, იცი, ქრონოლოგიურად 2012 წლის შემდეგ რო დავალაგოთ მოვლენები, მხოლოდ ამ დივერსანტული და რადიკალური ფრთის შედეგად იყო დაორგანიზებული ყოვლად არასახელმწიფოებრივი, ყოვლად უზრდელური, ყოვლად დივერსანტული კამპანიები. გახსოვს ალბათ ჯერ კიდე თავისუფალი ზონა როა ორგანიზებდა რაღაცა ვისია ყირიმი და რო დარბოდნენ და აბა იმაზე რა ხუილოზე რა გახსენებ ხალხს უვარდებოდნენ ქუჩებში ხვდებოდნენ და აგინებდნენ ერთი წუთი ხო რუს ქალს რომელიც ბავშვს ასე ირნებს რომ აგინებ იმას ესენი არ იყვნენ კაცო ხან რაღაცებს რო ასხავდნენ ხან დარბოდნენ და ხო გვიფურთხებდნენ იგინებოდნენ ბოლოს უკვე კლიმაქსის ფაზაში რო შევიდნენ პიროტექნიკა და მოლოტოვის კოქტეილები თორე მანამდე იყო არ ვიცი განუკითხაობა. ხო, აქ ამათი ეთერებიდან არის ორო ჩაგიბსითო ამ გვინოშიო და პირდაპირ გინებები რო იყო კონკრეტულ ჯგუფებზე. ანუ მე არ მესმის პროსტა როგორ შეიძლება და აი ეხლა თუ არ ვთქვი მამარდაშვილი ავოს ხო ხარს რო წითელს აუქნევო და მე იტყვიო რომ ხარი რატო არ არის დემოკრატიული ეს შედარებაც არასწორია მე მოვიდე ხა შენთან ყველაფრის პროვოცირება გავაკეთო და უბრალოდ საკითხის აღწერა დავიწყო მხოლოდ მას შემდეგ რაც შენ რეაგირება გექნება. ოდის რეაგირებაც გააყალბო რა. ხო, რეაგირებაც გააყალბო. არა, მე არ მესმის რა, პროსტა ეხა ტიპები იყვნენ გავრილოვი რო ბიჭო ყველაზე პირველი მოიცადე ბათუმში შემახსენეთ აბა ერთი პირველი არეულობა რო იყო თუ გახსოვთ პოლიციელი რო ამს რო კატეგორიული ტონით რო ხელი არ დაარტყათ და იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ტრაუმატული ნარატივები ხო როგორ დაშალეს აქციები 7 ნოემბერს და 26 მაისს და მე მახსოვს ბათუმში გადაწვეს ჯეტია ითამაშეს გადაწვეს ქალაქი ამოაბრუნეს პოლიციის მანქანები და ყველაფრის და მიუხედავად ძალიან ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია საიდანაც შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრებია ის ირაკლი ჭკვირკვია და ისინი წავიდნენ ნიკან არსია და ისინი წავიდნენ ნიკან არსია ზუსტად არ მახსოვს ხო ჭკვირკვია ხო ნუ რამშოვა წავიდნენ იქ მე მახსოვს გავრილოვის კამში ჩაჯდაო და ამის გამო აყირავდნენ სახელმწიფოს უნდა მოვაწყოთ რევოლუცია იმიტომ რომ ღირსო ამაზე დიდი მანიპულაციაზე მოგახსენებ საშინელი ტყუილი თქვეს რომ შიმშილის გამო ბავშვმა თავი ჩამოირჩო. გახსოვთ ეს ამბავი? რაიონში. მიადგნენ ჭირის უფლებს
და გამოყარეს ჭირისუფლებმა ესე. და გადაღება და აღწერა ამის დაიწყეს იქიდან რომ გამოყარეს. ანუ იმათი აგრესია გადაიღეს მარტო. ესე რომ მივიდნენ და უტიფრად რაღაც კითხვებს სვავდნენ. ეგ არ გადაუღია. და ისინი კიდე არ გახსოვს თვითონ როგორ კაპიტალიზირდებოდნენ ტრაგედიებზე. ნიკა გვარამი არ ვაკეთებდა ჯერ კიდე შაქარაშვილის ამბიდან დაწყებული შემდეგ თეატრი გამართა. ხო, ყოველ ტრაგიკულ მოვლენას მიაწერდა ხელისუფლებას. და ესენი ლაპარაკობენ გავრილოვი კაი რაღაცა გაიხსენა, იმიტომ რომ ტიპზე ატეხეს ერთი ამბავი ზუსტად იმ ხალხმა და მართლა ქვეყნის ჩამოქცევა გადაწყვიტა იმ ხალხმა, რომ ეს არისო თან სიმბოლური მნიშვნელოვანი ინტერაქცია დაირღვა ამით, რომ სკამზე დაждდომაო ეს ნიშნავდა რომ აქო ძმაო პირველი ისიჯდაო და როგორ შეიძლება რუსი მждარიყო და იგივე ხალხი მერე მიდიოდა ბიჭო პარლამენტს წვავდა. ხო. ეგ მანდ აღარ იყო სახელმწიფო სიმბოლიკა მნიშვნელოვანი. 9 აპრილის მემორიალზე ცეკვავდა და არა ბიჭო მანდ როგორი პონტია იცი შენ შეიძლება რუბლები ჩაგერიცხოს მაგრამ შენ არ გაქვს უფლება რომ შენ არ ხარ ლეგიტიმური სპიკერი გამოავლინო რუსული საქმე. რუსული საქმის გამოვლენა იცის მარტო ოპოზიცია. თორე შენ რა იცის მაო მე რა ცხება რომ იქ ტანკს ვეღარ ყიდულობენ. ხო წადა უჩივლე. ლაშა ბუგაძე კიდევდნენ კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო ვიდეო. ენდი ბუღა. თულად კითხვა არ ნიშნავს კარგს. წერალმა უნდა იწვალოს, კითხველმა კი არა. ხო. წერალი რო წვალობს, შრომობს, მე ადულად იკითხება სირთულე. მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არ არის, რომ წერლის სტილი ფხასავით ხელში არ უნდა გაგეჭრა. რა თქმა უნდა. ვაუ რა მაგარი თქვა. ორი პროპაგანდა მოგჭრის. დღევანდელ გადაცემას ერას უზამენ წარმოიდგენთ. იცი რა? ესეც მეთოდია ეს ამოგჭრით. ცენზურა. და მე მეუბნები ახლა ამოგჭრიან და ამასაც უჭრიან და ამიტომ ამოჭრის შიშიც არ არსებობს. მაგრამ თქვენ გესმით ჩვენ ამაზე მაგრამ შეიძლება შევედით როგორი ცენზურის რეალური ცენზურის და თვით ცენზურის ხო და არ გვინდა თვით ცენზურა რა ვიცი. გარდაუვალია საწუხაროდ. სიძვეში ჩვენ მან ცენზურის პირობებში. კარგი კარგი. იცი რა არის მე არა გავთიშოთ რა კაი რა მაგარ სამო იდიოტობა ამას ჩემთან სოფელში ეძახიან ჩრუჩუნს პრუტუნს ჩუკენის ვარ ამ მე ვამბობ და რაჩერებინა იმიტომ რომ უაზრობას ლაპარაკ რა ენაზე რომ მოგადგება ყველაფერი რომ ვილაპარაკოთ შალვა კეკელიები ხო არ ვარ დაიგე ქეთი დევდარიანი ამ ქეთი დევდარიანი შალვა კეკელიას ნეგატიური კონოტაციით მოიხსენიებს ეგ არის მაგარი ეს უფრო ეს სადღაც მწერალებზეა რა კაი მაგრამ ბიჭო ესენ თუ ცენზურას იწესებენ იმის შიშით რომ აიმე არ ამოგჭრანო და ესენ თუ არ ვიტყვი ხა მაქსიმუმს მაგრამ ეგეთ ჩასრულებიან რომ იმის ამუჭრის ეშინია ჩვენი რა ბრალია ეგ ნოდარ მელაძეს ავიწყო მე მაინც მინდა რომ გიგა ლემონჯავა არ დავჩათ და ყოველთვის გავუშვათ გიგა ლემონჯავა ჩვენი ძმა გავუშვით გამარჯვების სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს, ეს რეჟიმი. ერთაგივე რატუაცია სულ. ეს რეჟიმი უნდა ჩამოემხოს, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს, არ ვიცი, რა რეგისტრის სიტყვას გამოვიყენებთ ეს ჩვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. მე ყველაზე უფრო მაღალი რეგისტრი გავაჩეროთ. ეხა ეგ რეგისტრები არ ვიცი რა, მაგაზე რომ დაიჭირეს. ბაჩო იცის ამან? რეჟიმი უნდა დაემხოსე. შენ გავთხრე რა მიწერე წელი. SMS-ი მიწერე, შენი კლასი. ბიჭო ეს ნაჯდომია. კი, უნიტაზე. გაშოგზე არის დაიწყო. არა, ეთყობა რომ პრაბეგია პრაბლემა რა, სკოლის დროს. ბიჭო, ამან რო აგვაყირაოს, შენ გააქვს არ შენ მოიჭრე. შენ ხოდი გააქვს, ბაჩო, რომ მაგასთან. ჩვენ დაგვიცვა? აგილაგებთ. თავს თუ დაიცავს. რატო ძმაო, არ უანძღია და სულ ემიჯნება. მაგიტო ხოდისთვის ბაზრობს. ბაჩო ეს რომ ბრუტალურად მოვა ეს ტიპი გიგა ლემონჯავა მაგალი რეგისტრით რომ მოვა აი ამ რეგისტრით და რომ დაიწყებს განკითხვას ეს საშინელი დღე იგი განკითხვის აუ ბიჭო წარმოდგენას ეს შეხედავს და კაი ჯანდაბას შენ მაინც შენ ამაზე ესე იდა წამოკლავს ესე კაი მაინც შემიანი ხარ კაი ჯერჩი შენი მაგრამ ერთორს მაგარ საყვედურს გეტყვის რომ საჯექი მართალია რა ხო და არ დაგავიწყდეს მაუსმები თაჟო დათუნაში დათო თაჟუნაში რა უნდა ამუბედოს ამ ღვთის გლახას
ის არის ხო? იმაზე არ აქვს არაფერი. ამას შეუტია. პარაზიტირებენ. აბსოლუტურად ყველაფერზე, ანუ ეს რაღაცა გაუთავებელი ეს ისე მაგრა ივანწყებას. მაგარი მაწყევარი შესანარჩუნებლად. უი, ერთი წამი. რა დროს დათო თაზუნაშვილია ერთი წამი. გავაჩერო. ერთი წამი ამის დანახვაზე TikTok-ი როა გადაღებული ის ენას როას ხმარტალებს ის გამახსენა. თქვენ თუ ნახეთ ტერორისტი. ეს რო გამოქვეყნდა რომ ტიპი რო სერიული ტერორისტი არის. მანამდეც რო ტერორისტულ აქტში იმას მეორე მუხლი დაემატა მეორე. სასამართლოში შესულა დასაწვავად მანამდე. არ ვიცი რა უნდა გვინახა ჩაგვიგდეთ. ანუ ნინი ლინკი რა ხდება? ანუ ერისაშვილს მუხლი დაუძდა ორგზის ტერორიზმში არის უკვე ხილებული. სერიული მკვლელი გამიგია, მაგრამ სერიული ტერორისტი არ გამიგია. კიდე? მანამდე ეს ბოლო ხო გახსოვთ ბოლო ტერორისტული აქტი და მანამდე კიდე სასამართლოში შესულა ბენზინი დაუსხია წვავდა იქაურობას და გვაქვს შეშინე კი და გამოაქვეყნა პროკურატურა და ეს აღია რა თუ ვიდეო დაიდო გამოძიების შედეგად დადგინდა რომ ეგაა ეგეც მოიცა ერთი წუთი აი ჩააგდო ერთი წუთი ხა შევხედავ ანუ ტოპ თემა ალეკონიშვილი მე მგონი აქ ტერორიზმთან კი არ გვაქვს საქმე ეგ როდის არის გადაგება ალოკეა იმამდე რამდენი დღით? ვაგე 25-ზე 4 მაისი. კარგი რა. და ჯოხით რომ მიდის თან. ნახე რა, ჩაბერილია ძმაო. სად მიდის? სასამართლო შენობა უნდა დაწვას. მთვრალი პირომანია? არა, მთვრალი ხურჯინს. პირომანი და ცეცხლის საერთოდ. არა, მთვრალი ხურჯინს. აი, ხავს და სადაც გზაცა იყოს. ეს ბიჭო საშიში აცადე მომთვარე და რატო არ დაიჭირეს იმ მომენტში? ნიღბითაა და გამოძია მიდიოდა. ეხლა დადგინდა რომ ესაა. ჰეროსტრატე. ნუ აიც აცადე. ნახე იქ მია. და ვერ წვავს ხო ერა. ვერ შედის. უი ეს საწყალი ამას რაღაცა ამის დასაწვავი თავიდან არ დაწვდა არა ბიჭო ეს რაღაც სხვა მდგომარეობა არის გონების ანუ ორგზის ტერორიზმში მხილე დაწვა ორგზის ტერორიზმში მხილება და თუ დაწვა რა ხდება ეს უკან აუმზიმდა ეხა მუხლი მაგას არა რო დაწვა თქო ის ხარ მივიდა ალბათ როლა ჩააქეს მაგრამ ძმას რა ჩაბერილია ხვდები და ეს უნდა და ვიცე მე რა მოკლედ მე არ მგონია რომ რო გავშალოთ ეს საკითხი მე არ მგონია რომ აქ ეს რა თავარი მამოძრავებელი საკითხი იყოს ტერორიზმი ეს არის რაღაცა სექსუალური პერვერსია მე მგონი არა მე მგონი ცეცხლზე იხსნება არა მე მგონი მანდიკმა ყოფილებს და მეორე დეფიციტს ხო რა დავწვიდო ვერ დაწვავე არა და მეორე საკითხი ამას ეხლა ვინმე დამაჯერებს რომ რამე ფსიქიატრთა და ფსიქოლოგთა ჯგუფი არ ჭირდება და ფსიქორეაბილიტაცია და ვაფშე ჯერ რო გავიგოთ რას გვიპირებდა და რატო გვიპირებდა არა ჭირდება თასა ხო მაგრამ რა მაგრა დადის ჯოხი აი ეს ველზღაპრებში რო ბოროტი პერსონაჟი არის რა ამით გემშტობებით მეგობრებო კარგად გზანდებოდეთ ცუდი კაცი აღმოჩნდა ელის როგორც გავუცრდავთო რატო გავიდა გავუცრად წავიდა იდარა დაამატე არა ეხლა მინდა რა უცებ არ ველოდი დასასრულს საერთაშორისო ამბავი არ გითხოვს საერთაშორისო ამბავი ის არის რომ საქართველოს კავშირება საერთაშორისო ამბავი ის არის რომ იაპონიამ მაგის ჭიდია იმან უთხრა ერთი 5 იმდენის იმაში არის ხო სიღრმეში იაპონიას უთხრა რომ მათხოვე გემებიო ტრამპმა რომ ტორმუზის სრუტე გავწმინდო იმებისგან აღმებისგან და მაგის ჭიდია იაპონია დაუჯეროს შეთო დაიწყე და მეც შემოგიერთდებიო უთხრა და აი დაგდებულ ხარ ყველაზე საზაცილო იყო ტრამპმა რო თქვა CIA მომაძრდა ინფორმაცია რომ გეიაო ხო და ეგ მე არ მინახავს ვიზე თქვა მოჭდაბაზე ახალზე ახალი აიათო აი ვორდინგით როგორ თქვა რა ვორდინგით თქვა გეიაო რა აი ის თქვა რომ he is a homosexual to his gay რა homosexual gay homosexual არის ტრამპმა კაცო აღარ მახსოვს რა who likes to be fucked in the ass აი რა თქვა ამენა გეია ხო და რა თქვა ეგ მაინტერესებს რომელიღაცა თქვა აღარ მახსოვს მაგრამ ბიჭო ძალიან მაგარი იყო CIA მომაწოდა იმპრეზია ხო და გამწვარდა ხო ხო მაგრამ საგო ძალიან მაგარი მანდრა აი პროსტა ნუ მაგ ჰორმუზის სრუტეს რა დაარქვა მაგ ტორმუზის სრუტე ტრამპის სრუტე და კაი მეგობრებო ეგრე ტრამპის რა უჩეს ყველაფერი კარგად დაგა ჩვენი ვიდარდოთ ნამდვილად ყველაფერი ისე არის რა როგორც საჭირო ტრამპი რა გინდა ნუ თავის ქვეყნისთვის
აწუება ჯგრულად რა. უსწორებს. აბა კარგად დადებოდა ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს ხვალ. ნახოთ.